პრეზიდენტს სავარაუდოდ უფლებამოსილება შეეზღუდება პრემიერის შეთავაზების შემდეგ პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იწყებს მუშაობას. კანონპროექტის მიხედვით ქვეყნის პირველ პირს შეიძლება 6 თვის ნაცვლად პარლამენტი 3 თვეში დაითხოვოს. სამაგიეროდ სააკაშვილის მთავრობის გადაყენების პროცედურები გავრთულდება. პარლამენტისთვის 6 თვიანი იმუნიტეტის მოხსნა მთავრობის დათხოვნის შეზღუდვის სანაცვლოდ. მმართველი გუნდი პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის პროცედურას უმარტივებს. იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციაში ცვლილება შევედა პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს, არჩევნები ჩატარდება მოქმედი და არა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული მთავრობის პირობებში. პრეზიდენტს არ კონდეს შესაძლებლობა, როდესაც მას მოესურვება დაითხოვოს მთავრობა, თუ ის ასეთ განზრახვას გამოხატავს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სწორედ რომ ხალხს მივანდოთ გადაწყვეტილების მიღება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხის ჩატარების თაობაზე ხალხის მხარდაჭერა, ხალხის განწყობა გამოიხატოს. საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველს ვერ ხედავს. დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ახალი ხელისუფლებისთვის ხელის შეშლას ისედაც არ აპირებდა. მე მგონია ეს არის უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი, შეიძლება უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ასე შიშები, რომლებიც მოარულია, საფუძველს მოკლებულია, კონსტიტუცია არაფერს ამბობს ისეთს, რომ პრეზიდენტს ნებისმიერ შემთხვევაში მიზეზი თუ უმიზეზოდ შეეძლოს ხოლმე მთავრობის დათხოვა, მაგრამ რატომღაც ასე კითხულობენ ამ კონსტიტუციას. კონსტიტუციონალისტი ბახტანგ გძაბირაძე კონსტიტუციურ ჩიხზე საუბრობს. ექსპერტი ფიქრობს, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში პრეზიდენტს შეუძლია მთავრობა დაითხოვოს და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გავლენა გააძლიეროს. ფაქტიურად ნახევარი წელი პრეზიდენტს შეუძლია ყავდეს თავისი მიერვე დანიშნული მთავრობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში ის რეალურად მოახდენს აღმასრულებელ ხელისუფლების ფორმირებას და ფაქტიურად აღადგენს იმ სისტემას, რა სისტემას იყო დაუშვათ არჩევნებამდე. ექსპერტი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით ივანიშვილის გუნდი პრეზიდენტს სამთავრობო კრიზისის შექმნის ბერკეტს ხელიდან აცლის. ეს შესწორება ამბობს, რომ ვინც იყო მთავრობა ამ 2 თვის განმავლობაში ეს მთავრობა შეასრულებს მოვალეობას და ინიშნება ეგრევე საპარლამენტო არჩევნები. ანუ პრეზიდენტს ფაქტიურად ერთმევა მანიპულირების საშუალება. პარლამენტი მუშაობას დაგეგმილზე ადრე იანვრის შუა რიცხვებში განაახლებს. ცვლილებებისთვის საპარლამენტო უმრავლესობამ საჭირო 100 ხმა უნდა მოაგროვოს.